უხელგვიან ღამით დაახლოებით პირველ საათზე საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი ცენტრი დაათვალიერა. ობიექტი ნუსუბიძე ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს. ცენტრის ერთ-ერთი პირველი სტუმარი სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელიც ცენტრის მუშაობის სპეციფიკით დაინტერესდა და იმ ადამიანებს გაესაუბრა, რომლებიც 112-ში მუშაობენ. ახალ შენობაში ქვეყნის პირველი პირი შინაგან საქმეთა მინისტრთან და დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდა. ეს რევოლუციის წინ რა განსხვავება თეონთა საქართველოსთან ვარდების რევოლუციასთან? ეს დარბაზია მთია? კი, ეს დარბაზი მთელი საქართველოდან მიღებ ჩვენ აქ სახლებს. ამ დარბაზის ირგვლივ არის ოთახები სამუშაოდ. რამდენი აქვს დარბაზი? ხელზე სიმღერა 800 წელს. უბრალოდ სტრესული სამუშაო. 12 საათიანი სამუშაო, პლუს 40 საათიანი დაზვერვა. ტრანსპორტის მართვა ხდება. ხო. შუქნის მართვა. საჭობებია მე. ეს უკვე თბილისში ორ ქუჩაზე, ანუ ჭავჭავაძეზე და ეხა პეკინზე კეთდება. ეგ არის ავტომატური მართვა, სადაც დიდი საცობია ნაკადი, იმას კომპიუტერი უცვლის პროგრამას და ატარებს. ეხა ეგ თბილისზე გავცელა. აი რა განსხვავება თეონთა საქართველოსთან ვარდების რევოლუციასთან და საქართველოს შორის? ვარდების რევოლუცია მე შეიძლება ვიღაც არ ახსოვს, მაგრამ მე მახსოვს მაგდენი ასაკის ვარ. და მომსწრევა რატო მოხდა ეს რევოლუცია. სასწრაფოს რო გამოიძახედი, იყო სასწრაფოს ბევრი ნომერი. კერძო სასწრაფოები იყო. თან სიტყვაზე მანქანა რო დაგჯახებოდა ქუჩაში. თავი რო არ წამოყბოდა, არ გეჩვენებია შენი ფული და რაღაცა არ მოვიდოდა, მაგრამ ერყო რაღაც 12 თუ 15 კერძო სასწრაფო თბილისში და ყველას ჰქონდა ცალსაკე ნომერი. საერთო სასწრაფოს ნომერი არ მუშაობდა, არ იყო და ჭირდებოდა სასწრაფოს დაწყებული 20 წუთიდან და დამთავრებული საათობით, რომ მოსულიყო, თუ მოვიდოდა. პოლიცია იყო ჩაკეტილი პოლიციის შენობაში და გერეკა რამდენი წლიდა. მერე დადგა პერიოდი, რომ პოლიციასთან ჯობია არ დაგერეკა, იმიტომ რომ მინდა შევახსენო, რომ ვისაც არ ახსოვს, რომ ალავიძე იყო თბილისის პოლიციის უფროსი და ყველა რაიონის პოლიციის უფროსი თბილისი იყო ბანდიტი. ყველა იყო ოფიციალური ყაჩაღი. ეხა გვარები არ მინდა, დღეს მინდა მიცის თბილისის პოლიციის უფროსი ერასა. მე არ ვიცი, პირდაპირ გეუბნები, სამწუხაროდ ჩვენ ჩამოყავაყალიბეთ თანამედროვე ნამდვილი სახელმწიფო ინსტიტუტები, თუნდაც ამის მაგალითი ჩანს ძალიან კარგი. და ჩანს ისიც, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს სოფლიოში. ეგეთ ჰილარი კლინტონი აქ ხო გვაქვს და გვაქვს. ჩავიდა და ეხა ისრაელში კითხულობს ლექციას თელ ისრაელს და საერთაშორისო მედიას უკითხავს, კიდე ვერ გამოვიდა ბათუმის შტაბ-ბიჭებიდან და კიდე იუსტიციის საფრთხე აყავს ცაში. 8 წელი მუშაობთ? ესე ისე ძალიან მტკიცე ნერვები გაქვთ, ხო? საშუალოდ სასწრაფო რამდენი ხანში მიდის? ხუთი-ათი საშუალოდ. პოლიცია რამდენი ხანში მიდის? ძალიან მოძრაობენ პატრიოტებში და არჩევნებში. საერთოდ დადიხართ საჭიროებში. მუხეის რომელ მიკროში ხარ? მან დეხა პარკი კეთდება თქვენ და დუმბაძის ძალიან გვერი კეთდება ძალიან მომიწონა ამისი რა. ვაკის რაიონის დეპუტატი ვიყავი და აი ეს მეოთხე მიკრორაიონი იყო ყველაზე უიმედო შემთხვევა, რაც საერთოდ ჩემ პოლიტიკურ პრაქტიკაში ჰქონდა შეხვედრილი. თუ ადამიანი ოდნავ მაინც უჭირდა სიარული აქ სახლიდან ჯობდა არ გამოსულიყო. ეხა გზა ნახეთ, უმაგრესი გზა არის. პრაქტიკულად ნუცუბის მეოთხე მიკრორაიონი ხდება ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური ადგილი თბილისში, თან წარმოუდგენელი ხედებით, სილამაზით, სუფთა ჰაერით და თან ხდება ცენტრი. აი ეს არის ახალი გეოგრაფია თბილისის, რომელიც ჩამოყალიბდა მარტო ეს სილამაზე არა, რომელიც აქ იდგა. ახლა ვიღაცა შეიძლება თვალში არ მოხვდეს ამის არქიტექტურა, ვიღაცამ თქვას, რომ ეს არის და ის არის და ამ შემდეგ, მაგრამ ამაში არა საქმე. ფუნქციონალურად მე დამომწოს ხოლმე. ფუნქციონალურად ეს არის თლიანი ამოტრიალება აქ ცხოვრების ხარისხის. ამათ შორის თუნდაც იმიტომ რაღაც ახალი ობიექტები ჩნდება.